მადლობა თქვენ. მოგესალმებით. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ის ფორმა მინისტრების წასვლისა, რომელიც შეირჩა ხელისუფლებაში, ძალიან კონკრეტულად მიუთითებს იმ საკითხზე, რომ ეს ადამიანები იმიტომ კი არ გაუშვეს თანამდებობებიდან, რომ რაიმე უკმაყოფილონი იყვნენ, რომელიმე მათ მიერ განხორციელებული თუ განუხორციელებელი პროექტის გამო ინფრასტრუქტურაში იქნებოდა ეს თუ გარემოს დაცვაში, არამედ აქ რეალურად სურათი გვაქვს შიდა პოლიტიკურ რეალურ დაპირისპირებასთან და გარკვეულწილად ძალთა ბალანსის ცვლილებასთან, ყოველ შემთხვევაში მცდელობასთან შეიცვალოს არსებული ძალთა ბალანსი ხელისუფლებაში. და შიდა პოლიტიკური ბრძოლის რეალობა აშკარად გამოვიდა უკვე საზოგადოების განჯის საგანი გახდა, აღარ არის კულუარული ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ყველას გვესმის, რომ ორი მინისტრი, ინფრასტრუქტურის და გარემოს დაცვის, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის გუნდის წევრები იყვნენ. რასაც ახლა იგივეს ვერ ვიტყვი სპორტის მინისტრთან მიმართებაში, მაგრამ მოხსნის მიზეზებიც სრულიად განსხვავებული იყო. თუ პირველ ორ შემთხვევაში სრულიად აბსურდული და არაადეკვატური განცხადებები გაკეთდა თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, რომ ოჯახი მოენატრა ერთს და მეორე თურმე ბავშვობიდან ავათარი, ლევან ყიფიანის შემთხვევაში ამ დაგვარი რამეს ადგილი არ ქონდა, იქ ძალიან გარკვევით გავიგეთ და ვიცოდით დიდი ხნის განმავლობაში, რომ სერიოზული დაპირისპირება არსებობდა სამინისტროსა და საპარლამენტო კომიტეტს შორის. შესაბამისად, სხვა პოლიტიკურ დაპირისპირებას შეეწირა ამ შემთხვევაში მინისტრის პორტფელი ლევან ყიფიანის შემთხვევაში, მაგრამ აი პირველი ორი ვარიანტი ეს არის ერთმნიშვნელოვნად სრული აბსურდი, არაადეკვატურობა და არასერიოზულობა. და კიდევ უფრო დიდი არასერიოზულობა, როცა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი მიზეზი რო გავიგე, რომ ოჯახი ენატრება თურმე ერთ-ერთ მინისტრსო, არ ვერაფერი ვეღარ უთხარიოთ და განიარაღებული დავრჩი ისეთი არგუმენტი დამისახელაო. სრულ კომედიასთან გვაქვს საქმე საოცარ ეს რომ რეალობა იყოს და მართლა ასე რომ ფიქრობდეს ეს მინისტრი, მაშინ საქმე გვაქვს უბრალოდ ადამიანურ და პროფესიონალურ უპასუხისმგებლობასთან. როდესაც მინისტრს ვერ გაუაზრებია თუ რა პასუხისმგებლობა აქვს მას აღებული, როდესაც მინისტრია. და შესაბამისად როგორ უნდა მოექცეს იმ პასუხისმგებლობას და როგორ უნდა დაუბრუნოს საზოგადოებას. შესაბამისად ასეთი ქმედება მხოლოდ მე არ მივიჩნევ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანების შემხედვარენი ვართ, მე მივიჩნევ, რომ ეს არის სერიოზული შიდა პოლიტიკური დაპირისპირება. მიმდინარეობს ერთმნიშვნელოვნად ღარიბაშვილის გუნდის შევიწროება. ეხლა შიდა პოლიტიკურ ვითარებაში ვინ ცდილობს ამას? კახა კალაძეა ახლა ამ ყველაფრის ავტორი, რომელიც უკეთესად ალაგებს სიტუაციას ქვეყნის კულუარულ მმართველთან. დავით სერგეენკო ცდილობს გამოიყენოს თავისი ბოლო პერიოდში გაზრდილი რეიტინგი და თვითონ გაძლიერდეს. ეს უკვე ისეთი საკითხებია, რომელიც მარჩიელობის პროცესში გადადის და ნამდვილად არ არის ახლა მაინდა-მაინც კარგი საქმე პოლიტიკაში, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ. ფაქტია, რომ ყველაფერი ამას მიუთითებს. რეალურად რო ვთქვათ, შიშები და ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ეტაპზე საპარლამენტო უმრავლესობა რაიმე პრობლემას შეუქმნის მინისტრთა კაბინეტის დობის გამოცხადებას, ნაკლებად მაქვს და არ ამგონია, რომ ეს ორი ცვლილება ამ შემთხვევაში იმისთვის ყოფილიყო განხორციელებული, რომ დღესვე შეიცვალოს ძირეულად სიტუაცია და სხვა პრემიერ-მინისტრი ყავდეს ქვეყანას და სხვა გუნდი, თუმცა ყველაფერი ამისკენ რომ მიდის ეს ფაქტია და კიდევ ამ კონტექსტში ჩდება ვადამდელი არჩევნების პერსპექტივა და ვადამდელი არჩევნების ასე ვთქვათ იდეა ამოტივტივდა. ერთმნიშვნელოვანია რომ დღეს არსებული პოლიტიკური კრიზისი და სხვა არაფერი შეიძლება დაერქვას იმას, რაზეც მე ხა ვისაუბრე, პოლიტიკური კრიზისის გარდა, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალები კონფრონტაციის გარდა არაფრით არ არიან დაკავებულები, ეს ერთი და შემდეგ ყავს ქვეყანას მართველი, რომელიც არ იღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ ფლობს სრულ ძალაუფლებას და კულუარებიდან მართავს ქვეყანას, შესაბამისად ამას ქვია პოლიტიკური კრიზისი. და ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა არა მარტო საქართველოში, მსგავსი კრიზისები განიმუხტება ყველაზე კარგი, ასე ვთქვათ, ვარიანტით საპარლამენტო ვადამდელი არჩევნების მეშვეობით. მაგრამ ჩვენ ვდგევართ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე, რის წინაშეც ნაკლებად დგანა მსოფლიოს სხვა ქვეყნები, სადაც ვადამდელი არჩევნები არც თუ ისეთი პრობლემატური თემაა. ჩვენ სისტემის პრობლემა გვაქვს, საარჩევნო სისტემის. იმიტომ რომ დღეს არსებული სისტემა თუ არ შეიცვალა, რომელიც უკვე ამდენი წელია, 20 წელია პრაქტიკულად არის ქვეყნის
დამღუპველი სისტემა, საარჩევნო, მანკიერი, უსამართლო, საზოგადოების მხრიდან დობის ნულოვანი დობის მატარებელი. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ მივიღებთ ისევ იგივე შედეგს, როდესაც პარტია, რომელსაც ექნება ძალიან დაბალი მხარდაჭერა საზოგადოებაში, მაინც აიღებს უმრავლესობას და მაინც აიღებს მაჟორიტარების მოგების ხარჯზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ხარჯზე და თავისი მაჟორიტარული კანდიდატების გადეპუტატებით აიღებს უმრავლესობას. ჩვენ თუ ეს მანკიერი სისტემა არ შევცვალეთ, მაშინ ყოველთვის ყველა არჩევნები დაიწყება ახალი უსამართლო ეტაპი ქვეყანაში, რომლის მიმართაც საზოგადოებას ნდობა არ ექნება. ადამიანი რო ხედავს, რომ 44% აქვს მხოლოდ ხელისუფლების პარტიას ნდობა საზოგადოებისა, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში საკრებულო იქნება ეს თუ პარლამენტი 75%-ით მოდის მაჟორიტარების ხარჯზე, ხვდება რომ არაფერს აზრი არ აქვს რაიმე ძირო უცვლებაზე იოცნებო კიდევაც ამ ქვეყანაში. ამიტომაც ჯერ სისტემა უნდა შევცვალოთ სასწრაფოდ და მერე შევცვალოთ ამ შემთხვევაში პარლამენტის მეშვეობით ის დღეს არსებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ძალიან მწვავედ დგას. რა თქმა უნდა, რა სიტყვიანა ბასხას. არიან რომ ნდობის მიღება არ გაუჭირდება და თქვენ როგორ ხედავთ, ხომ არ მიდის პროცესები იქითკენ ან ვინმეს ხომ არ შეიძლება აწყობდეს რომ ნდობა ვერ მიიღოს ამ მთავრობამ? აი მაგას ვამბობ რომ ეჭვი მაგ მიმართულებით რომ ნდობა არ გამოუცხადოს პარლამენტმა მთავრობას ნაკლებად მაქვს და უფრო ამ შემთხვევაში გარკვეული შეიძლება ზოგიერთი დეპუტატის ან რომელიმე პოლიტიკური ლიდერის უფრო ოცნებას წარმოადგენს ამ შემთხვევაში რაღაც ფორმატით, მაგრამ ცოტა არარეალისტურად მიმაჩნია რომ დღეს ხელისუფლება დარჩეს ნდობის გარეშე. თუმცა რა თქმა უნდა, ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება რომ ახსნას, რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი, რომ ეს არის დემოკრატია, ისინი ხო უკვე 2 წელიწადია გვიმტკიცებენ რომ დაპირისპირება ერთმანეთისათვის ბორბლებში ჯოხების გაყრა, ერთმანეთისათვის ხელის შეშლა, ის რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ჩხუბობენ და არ ლაპარაკობენ, კონფრონტაციულ რეჟიმში არიან და არა კონსტრუქციულ რეჟიმში და ეს ყველაფერი მოგყიდონ როგორც დემოკრატია. მაგრამ ეს ხომ დემოკრატია არ არის. არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიას იმ პროცესთან, როდესაც პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი არ ლაპარაკობენ. და როდესაც ვიღაცა კულუარული მმართველი ამ ქვეყანაში კატეგორიულად ითხოვს, რომ პრეზიდენტი მაგალითად გამოვიდეს რომელიღაცა შენობიდან და სხვა შენობაში გადავიდეს. და უთulis რა უფრო შესაბამისია მისთვის რამდენი კვადრატული მეტრი მის თანამდებობრივ უფლებამოსილებასთან. ეს არ არის დემოკრატია, არაფერი საერთო ამას დემოკრატიასთან არ აქვს. ეს არის არაადეკვატური პოლიტიკური კრიზისის ძალიან რეალური სახე და მაჩვენებელი ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ხელისუფლება შეეცდება თავი იმართლოს და ეს ყველაფერი დემოკრატიად მოვყიდოს, მაგრამ ეს ასე არ გამოვა. სხვათა შორის, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გახსოვთ ალბათ ყველას გამოგვიცხადა რომ მესამე წელი იქნება ძალიან წარმატებული წელიო. ყველას თავიდან გვეგონა ჩვენ რომ ეს იქნებოდა კავშირში კეთილდღეობასთან, მოსახლეობის, ეკონომიკურ წინსვლასთან, დასაქმების პრობლემების მეტნაკლებად, ასე თუ ისე რაღაცა მოგვარებისკენ წაყვანის თვალსაზრისით, მაგრამ 3 წლის შემდეგ ბატონმა ბიძინამ გაგვიცხადა რომ არა ეს მე ეკონომიკური საკითხი კი არ ვიგულისხმევ, არამედ ვიგულისხმევ რომ მესამე წელი იქნება დემოკრატიის ზეიმიო ქვეყანაში. ახლა დემოკრატიის ზეიმადსაც კი სერიოზული პრობლემები აქვს ჯერჯერობით იმ თვალსაზრისით რომ თუ გვინდა დემოკრატიული ინსტიტუტების წინსვლაზე, განვითარებაზე და ამ ქვეყანაში რამე პროგრესზე ვისაუბროთ, პირველ რიგში ისევ და ისევ საარჩევნო სისტემის დემოკრატიზაციით უნდა დავიწყოთ. აქედან იწყება რეალური დემოკრატიული ღირებულებები, ასე რომ ამ თვალსაზრისითაც არ გამოგვივიდა მთლად სიმართლე. არავითარ პრობლემას ეს არ გამოიწვევს და ქალბატონი თეაწულუკიანი აი თუ უბრალოდ დაფიქრდება და გაიხსენებს თავისსავე განცხადებებს, თავისი პოლიტიკური პარტიის განცხადებებს საპარლამენტო არჩევნებამდე, თუ რაოდენ ერთი ხელის მოსმით კი არა, ერთ თვეში და ორ თვეში ითხოვდნენ ისინი ბიომეტრიული სიების შემოღებას და ურთულესი პროცესების რაღაცა რამდენიმე კვირაში ორგანიზებას. ეს ძალიან დიდ ეჭვებს იწვევდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი სურვილი ყველას ჰქონდა მაგისი. შესაბამისად, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა ძირეული ცვლილებები. როდესაც საარჩევნო პროგრამაში ქართული ოცნება წერდა მე-4 პუნქტში, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეცვლიან საარჩევნო სისტემას, მაშინ რატომღაც არ იყო ეს ყველაფერი ხელისშემშლელი და დამღუპველი და რაღაცა ქვეყნისათვის განვითარების კუთხით პრობლემის წარმომქმნელი, ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად გახორციელებადი იყო და არის პოლიტიკური ნების შემთხვევაში. დღეს გვაქვს ჩვენ ერთნიშნულოვნად უარყოფითი მანკიერი სისტემა და მისი შეცვლა, ანუ მაჟორიტარული სისტემის შეცვლა პროპორციული სისტემით, ეს არის
არა მარტო ჩვენი პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა, მთელი მსოფლიო ამას ითხოვს დღევანდელი და წინა ხელისუფლებისაგან. უბრალოდ ხა წინა ხელისუფლებამ შექმნა ის სისტემა და იცავდა კვილებით ბოლომდე. დღევანდელმა ხელისუფლებამ კიდე სხვისი შექმნილი მოირგო, იმიტომ რომ დაბალი რეიტინგით ხელისუფლებაში დარჩენის ძალიან დიდი სურვილი აქვს. ვადამდელი არჩევნები ლოგიკურად რო ვიმსჯელოთ, არანაირად ხელს არ უნდა აძლევდეს დღევანდელ ხელისუფლებას. იმიტომ რომ ვადამდელი არჩევნები იმ პირობებში, როდესაც ლარი გახდა 2 და 3 და დოლარი უბრალოდ და კიდე უფრო დიდი ტემპებით მიიწევს ზევით და გაუფასურების პროცესი არ ჩერდება, ეკონომიკური კრიზისის რეალური ნიშნები იკვეთება ქვეყანაში, იმიტომ რომ ფასები უკვე გაიზარდა, ენერგოკომპანიები, როგორც ელექტრო ისე გაზის კომპანიები კატეგორიულად ითხოვენ ტარიფის მომატებაზე ნებართვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაიხურავენ ქუდს და წავლენ ქვეყნიდან. შესაბამისად, მდგომარეობა, ცხოვრების დონე, საზოგადოების მხოლოდ და მხოლოდ უარესდება. ადამიანებს არანაირი იმედი და რაღაცა ის აღარ აქვთ წარმოდგენა თუ როგორ შეიძლება ხვალინდელ მდგომარეობაში გამოუმჯობესდეს ვითარება და ეს კრიზისი სადღაც დასრულდეს, ხო? აი ამ ფონზე ხა ვადამდელი არჩევნების ჩატარება მე ყველანაირი ლოგიკით შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლებისთვის მომგებიანი არ უნდა იყოს. ერთადერთი რის გამოც ქართულ ოცნებას შეიძლება კონდეს სურვილი ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები, ეს არის ისევ და ისევ საარჩევნო სისტემა. იმიტომ რომ თქვას, რომ უკაცრავად მინდოდა შემეცვალა, მაგრამ აი ვადამდელი არჩევნები მოგვესწროთ და ვეღარ მოვასწარით საარჩევნო სისტემის ცვლილება და იმ უცხოელ პარტნიორებს, რომელთანაც პირობა აქვთ დადებული, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს ჩავატარებთ აუცილებლად შეცვლილი სისტემით, თავს გაიმართლებენ მათთან და იტყვია რომ აი ეხა ვერ მოვასწარით, მაგრამ აი ხა ჩავატარებთ იგივე სისტემით რა ამ არჩევნებს და შემდეგ აუცილებლად შევასრულებთ ჩვენს პირობას. აი ეს არის ერთადერთი ასე ვთქვათ ეშმაკურად გამოსაძრომი, ასე ვთქვათ, რაღაცა ხელმოსაჭიდი ძაფის ბოლო ხელისუფლებისათვის ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, მაგრამ მერწმუნეთ, აქ გაცილებით სხვა რთული პრობლემები უდგას მას, რომელსაც ქვია ელემენტარულად დღეს არსებული საზოგადოებაში განწყობების ფონზე შეიძლება მათ მორალური ბარიერიც ვერ გადალახონ. 33% ვერ გადალახოს ხელისუფლებამ და ეს იყოს სრული კატასტროფა მისთვის. მათ აქვთ თავიანთი კვლევებიც, ხედავენ ალბათ გარკვეულწილად არსებულ რეალობასაც, მთლად ობიექტურად თუ ვერა ნაწილობრივ მაინც ძალიან მწვავედ ჩანს ეს ყველაფერი და ალბათ ამ მიმართულებით ფიქრობენ. მაგრამ მე გეტყვით, დეკემბერში დაიწყო ამაზე მსჯელობა, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ არა ეს კულუარულად გაუგზავნა თავის რეგიონალურ ორგანიზაციებს შეტყობინება, რომ ჩაეტარებინათ, რომ მომზადებულიყო ვადამდელი არჩევნებისათვის, თელ რეგიონალურ ორგანიზაციებში ეს დირექტივა დაიგზავნა, მაგრამ ზუსტად ორ თვეში შეისწავლეს ეს სიტუაცია, აღმოჩნდა, რომ არც ერთი რეგიონალური ორგანიზაცია ქართულ ოცნებაში, დედოფლის წყაროს ორგანიზაციის გარდა არ არის მზად ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები. სწორედ მაგას მოყვა შემდეგ გამგებლების და გუბერნატორების დაბარება, მთელი კოხორტა რო ჩამოიყვანეს თბილისში და ძალიან მწვავედ დატოქსეს მაშინ. ხო, მაგრამ არაფერი მსგავსი ალბათ არ მოხდება, ტექნიკური მთავრობის შექმნა და გარდამავალი ეტაპის დანიშვნა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება. კიდევ ამბობ, რომ დღეს ცოტა ზედმეტი მოლოდინი არის არსებულ რეალობაში და უფრო სასურველს წარმოადგენს ვიდრე რეალურს. არავითარ ტექნიკურ მთავრობას ალბათ ხელისუფლება არ დათანხმდება. მერწმუნეთ, იქ არავინ ალტრუისტი არ არის და ხელისუფლების ასე მარტივად გადაბარებას არავინ არ შეეცდება და არავინ ამაზე არ ოცნებობს. მით უმეტეს, რომ ამდაგვარი რეალობა ხელისუფლების წინაშე ჯერ ნამდვილად არ დგას, იმიტომ რომ სახელისუფლებო კრიზისი ქვეყანაში არ არის, როდესაც ვთქვათ, პარლამენტი უფუნქციო და უუნარო იქნება და მთავრობას ვერ აკომპლექტებდეს, ამ მთავრობას გარანტირებულად კონდეს ის მდგომარეობა, რომ პარლამენტი მას არ დაუმტკიცებს, მთავრობას და ნდობას არ გამოუცხადებს. ასეთი ვითარება დღეს ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს, ამიტომ არავითარი აუცილებლობა ხელისუფლების წინაშე არ დგას ტექნიკურ მთავრობას